პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულები მინდია შერვაშიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რეზო კიკნაძე საპატიმროდან ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და გუშინ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. წერილში ისინი ხალხს გარეთ გამოსვლისკენ და მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, რეალურად ეს არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რაც გუშინ კალაძის სვავებმა გააკეთეს. კადრებს როცა უყურებთ სახლში რა გაჩერებთ ბიჭებო, გამოდით ბევრნი რომ ვეღარ გაბედონ რაც გაბედეს, გამოდით და დაიცავით გოგონები, დაიცავით ქვეყანა. დროშასაც კი არ ინდობენ, დროშიანებს ურტყამენ და ფეხ ქვეშ თელავენ. ყველა იმ ტიტუშკის სახელი და გვარი უნდა დაიდოს, ვინც გუშინ კალაძისგან აღებული ფულის სანაცვლოდ ქართველებს ასახით შრებდა. არავინ უნდა იგრძნოს სრულფასოვან მოქალაქედ თავი, უნდა რცხვენოდეს, უნდა ეშინოდეს, დისკომფორტი უნდა ექმნებოდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, მათ თვალწინ მომხდარი ძალადობის მერე რომ არ დააკავეს პოლიციელებმა მოძალადეები. ამ დროს მინდია იმიტომ დაიჭირეს რომ პროვოკატორ ხალხის საგინებლად მოგზავნილს აქციიდან რომ აგდებდა. ნიკამ ჰაერში ფეიერვერკი ისროლა, რეზომ კარდონი. ჩვენ თუ ციხეში ვართ, ეს მხეცები რანაირად უნდა იყვნენ გარეთ. აი ეს არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რაც გუშინ კალაძის სვავებმა ქნეს. დააპირისპირეთ ჩვენი და მათი ვიდეოები ერთმანეთს. მერე გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით ციხეში ვინ უნდა იჯდეს.